გამარჯობა. ქუდების ქსოვა დიდად არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთის ქსოვა მომინდა. ამიტომ მოდით ერთად მოვქსოვოთ, თქვენი სწავლით მე კიდევ თბილი ქუდი მექნება. ძაფი არ მახსოვს რა ძაფია, კიდე დაკარგული მაქვს, მაგრამ თუ არ ვწდები 100 გრამში 200 თუ 200 რაღაცა მეტრია. 4 ნომერი ყაის ნახით ვქსოვ, ცოტა სქელი ძაფია. კიდეც ვდობებ ცოტას მეტს, იმიტომ რომ შემდეგ ქუდის ორივე მხარის შესაერთებლად დაგჭირდება და უნდა ავიღოთ 64 თვალი. დასაწყისი 1 2 ესეც 64 ვაკეთებ. ჰაეროვან თვალს და ამ ჰაეროვან თვალს ერთ თვალს ვტოვებ და მეორედან ვიწყებ ქსოვას უნამატო თვლებით. რიგის ბოლომდე ვქსოვთ მხოლოდ უნამატო თვლებს. ესე იგი, ყველა თვალი მოვქსოვეთ უნამატო თვლებით. ეხლა უნდა ვაბრუნოთ და ვხსოვოთ შემდეგი რიგი. ვაკეთებთ საჰაერო თვალს, ვაბრუნებთ და ეხლა როგორ ვხსოვთ? ამ ნაწნავებს ხა ხედავთ. აი ეს ამათ ვეძახი ნაწნავებს. და ამ ნაწნავების წინა კედლებიდან ვხსოვ. აი ამ კედლებიდან. აქეთ ამ მხარეს ვტოვებ, იქით ამ მხარეს კედლიდან ვხსოვ. საჰაერო თვალს ვტოვებთ, არ ვხსოვთ და შემდეგი თვლიდან ვიწყებთ ქსოვას. ისევ უნამატო თვლებს ვხსოვთ წინა კედლებიდან. მეორე რიგი მოვხსოვეთ, ბოლო 3 თვალს ვტოვებთ და ბოლო 3 თვალს ვხსოვთ შემდეგნაირად. ამ ერთ თვალსაც ვხსოვთ ჩვეულებრივ უნამატო თვალს, ხოლო ამ ერთს ვხსოვთ უნამატო თვალს, მხოლოდ ვაერთიანებთ და ბოლო თვალს ვტოვებთ მოუქსოვლად. ვაბრუნებთ. პირველ თვალს ვტოვებთ, აი ამას ვტოვებთ, მეორედან ვიწყებთ ქსოვას, ისევ უნამატო თვლებს ბოლომდე. ეს მხარე არის ჩვენი ქუდის ზედა მხარე. ვასრულებთ რიგს, აქ ეს არის ქუდის ქვედა ნაწილი და აქ არაფერს არ ვცვლით და ვხსოვთ, უბრალოდ ჩვენს უნამატო თვლებს. მოკანა კედლებიდან პრინციპში ჩვენ ბოლოში ეს უნდა გავაკეთო, ბოლო თვალს მოვხსოვ ორივე ნაწნავიდან. აი ეგრე. ნამატი ვაბრუნებთ და ვაგრძელებთ ჩვეულებრივ, როგორც დანარჩენ რიგებს ვხსოვთ და ბოლოში რომ მივალთ, სადაც აი ეს მეორე მხარე, სადაც არის ქუდის ზედა მხარე და აქ 3 თვალი რო დაგვრჩება, ისევ დაბრუნდები. 1 2 3 დაგვრჩა. ამ ერთსაც ვხსოვთ უნამატო თვალს. მეორეს ვაკეთებთ შემაერთებელი თვალი, რაღაც ეგეთი და ბოლოს ვტოვებთ 1 თვალს არ ვხსოვთ. ვაბრუნებთ, 1 თვალს ვტოვებთ, არ ვხსოვთ და ვხსოვთ შემდეგს მეორედან. რიგის ბოლომდე ეს არის ქუდის ბოლოს და როგორც გითხარით, არაფერს არ ვცვლით და ბოლო თვალსაც ვხსოვთ. ოღონდ ბოლო თვალს უკანა კედლიდან კი არ ვხსოვ, მე არამედ ორივე ნაწნავსაც ვხსოვ. ვაკეთებთ ისევ ნამატს, ვაბრუნებთ და ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ქსოვას. ამიტომ მოდით მე თქვენ ამ ქუდის ქვედა ნაწილს აღარ განახებთ, რადგან არაფერს არ ვცვლით და ვხსოვთ ყველა თვალს და მხოლოდ ზედა მხარეს განახებთ ყოველ რიგზე, რას ვაკეთებ. ეს 3 თვალი ხო დაგვრჩა 1 2 3. ამ ერთსაც ვხსოვთ ჩვეულებრივ. ამ ერთს ვაკეთებთ შემაერთებელ თვალს, ერთ თვალს არ ვხსოვთ. ვაბრუნებთ, პირველ თვალს ვტოვებთ, მეორედან ვიწყებთ. და ასე მივდივართ ბოლომდე, ქუდის ქვედა ნაწილზე როგორც გითხარით, ცვლილებებს არ ვაკეთებთ და იქ აღარ გავჩერდები და დავბრუნდებით ისევ აქ რომ მოვალ. ამას ვხსოვთ ჩვეულებრივ, ერთ თვალს ვაკეთებთ შემაერთებელ თვალს, ბოლოს არ ვხსოვთ. ვაბრუნებთ და ქსოვას ვიწყებთ მეორე თვალიდან. და ბოლომდე ვხსოვთ. ისევ მოვედით თავში. ვხსოვთ ერთს. ამას
ვაერთიანებთ და ერთ წელს ვტოვებთ. ვაბრუნებთ, გსოვთ მეორე თვალიდან და მივდივართ ბოლომდე. ეხლა მოვგსოვეთ 12 რიგი ჩვენ და 6 ესეთი მოკლე ადგილები. 12 ჩვენი რიგი არის 6 ცალი აი ეს რელიეფები, მოდით დავარქვათ. 1 2 3 4 5 6. ან 12 რიგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12. ხო და მე-12 რიგზე უნდა მოვგსოვოთ აი ეს ნაწილი და ეხლა განახებთ. ანუ აქ თვლები ხო არ მოვგსოვეთ და დავტოვეთ. აი ეგ უნდა მოვგსოვოთ, შევაერთოთ. ჩანს. ის მოვგსოვეთ, აი ეს უნდა მოვგსოვოთ, აი აქ თვალი, რომელიც არ ქონდა მოგსოველი რიგებში. აი ეხლა აქ უნდა მოვგსოვოთ, მაგრამ პირდაპირ აქ ჩასვლა არ იქნება ლამაზი, ამიტომ აი აქ, აი ამას ვიღებთ და ამასთან ერთად ვგსოვთ. ეხლა აქ თვალი გვაქვს მოვგსოველი და ეხლა უნდა მოვგსოვოთ. ეხლა ეს და ეს უნდა მოვგსოვოთ ერთად. უпростоრად ეს უნდა მოვგსოვოთ, მაგრამ რადგან პირდაპირ ჩასვლა ლამაზი არ იქნება, ერთად ვგსოვთ. ვგსოვეთ. ესეთი გამოვიდა. ეხლა აი აქედან ბოლომდე უნდა გქონდეს ისევ იმ რაოდენობის თვლები, რაც თავდაპირველად ავკრიფეთ. ანუ ისევ 66. ეხლა ისევ უნდა გავიმეოროთ აი აქედან რაც დავიწყეთ, იგივე. ამ ერთ რიგს აი ესე ბოლომდე ჩავალთ. და მე უკან მოსვლისას ვიწყებთ ისევ ამ მოკლე რიგების გაკეთებას. ესე იგი, მოვგსოვეთ ისევ რიგი, მოვედით დავტოვეთ ისევ 3 თვალი. ანუ ეხლა უნდა გავიმეოროთ ზუსტად ის, რაც გავაკეთეთ თავიდან მე-12 რიგის ჩათვლით. აი ეს თავიდან იმ მე-12 რიგის ჩათვლით, სადაც დავხურეთ ეს თვლები, ითვლება ერთ რაპორტად. და ჩვენს კუჩში უნდა იყოს 7 ესეთი რაპორტი. ანუ მოვგსოვეთ 12 რიგი ამ მოკლე რიგებით. მერე რომ შევაერთეთ ყველა რიგი ერთად, ჩვენი რაპორტი დავხურეთ, ისევ ვიმეორებთ. მივდივართ უკან, მოვდივართ ისევ ზევით და ისევ ვიწყებთ ამ მოკლე რიგების გაკეთებას, ისევ 12 რიგს რომ მოვგსოვთ, ისევ უნდა ჩავხუროთ და ისევ უნდა გავიმეოროთ. ეხლა აქ დაგვრჩა 3. აქ ვგსოვთ ამ ერთს, ერთი შემაერთებელი, ვაბრუნებთ უკან, მეორე რიგიდან ვგსოვთ, როგორც თავიდან ვაკეთებდით და მივდივართ ბოლომდე. ესე იგი, ვასრულებთ ესე, მე ისევ უკან უნდა მოვიდეთ და ისევ შევამოკლოთ რიგები. და ასე გავაგრძელოთ, სანამ ჩვენ გვექნება 7 ცალი ესეთი რაპორტი ჩვენს ქუდზე. იგი მოვგსოვეთ ჩვენი მეორე რაპორტი, ანუ ხელახლა იგივე გავიმეორეთ, 6 ჩვენი რიგი მოვგსოვეთ. მოდით ახლა თქვენთვის რო გასაგები იყოს, 3 4 5 6 ჩვენი ესეთი რელიეფი იყო ერთი რაპორტი. 1 2 3 4 5 6 ჩვენი მეორე. და ისევ იგივენაირად უნდა დავხუროთ ყველა ეს თვალი. ჩანს თუ ჩანს. და იგივენაირად თავდაპირველი თვლების რაოდენობა უნდა დავიბრუნოთ. დავასრულეთ. ეხლა ვაბრუნებთ. ნამატი არ დაგვაუწყდეს. აქ ვაკეთებთ ნამატს, როცა ვასრულებთ. და გსოვთ ისე ბოლომდე და აქეთ უკან მოbrunებისას ისევ ვიწყებთ მოკლე რიგების გაკეთებას. ესე იგი მოვგსოვეთ ჩვენი ბოლო რაპორტი. 1 2 3 4 5 6. დავხურეთ ეს თვლები და ეხლა უნდა შევაერთოთ ეს ორი მხარე ერთად. ეს მოვჭრათ, აღარ გვინდა. ცოტა დავტოვოთ, იმიტომ რომ აი ეს ადგილი უნდა შევაერთოთ.
1-ია ჯერჯერობით. მოდით მაინც დავთვალოთ ჩვენი რაპორტი, როგორ მიხვდეთ. აი, ნახეთ, აი ამ ზოლებში ჩანს. ესეთი გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ცალი, როგორც გითხარით. მოდი ორივე თვალს ერთად ავიღებ აქ, რომ არ გაიწალოს. ოპა. მოდით აი აქედან მოვხსოვოთ. აი ამ ნაწილებიდან. This. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა უნდა შევაერთოთ, აი ეს ნაწილი. ეს შევაერთოთ, ეს ერთი დავტოვოთ, არ გვინდა. ამით შევაერთოთ, იმას მე დავმალავთ. ესე იგი, ერთი აქ. ჯერ დარწმუნდით და მე დამალეთ ძაფი ესე, იმიტომ რომ მე თუ დაშლა მოინდომეთ, მე უკვე ძნელი იქნება ამ დამალული ძაფების პოვნა.